მშვიდობა ქართველებო, ჩვენ ვიწყებთ ახალ რუბრიკას სახელად ბოლო ფაზა. მეგობრებო, თქვენ კარგად გახსოვთ წინა წელს სულ ახლახანს, უпростоრად არჩევნების წინ, 26 ოქტომბრის არჩევნების წინ, მე გავაკეთე ისეთი ვიდეო ორ ნაწილად, რომელიც ხსნიდა სალვადორ დალის ნახატის ფილოსოფიას და არა მარტო ფილოსოფიას, არამედ მის საერთო წარმოშობას, შემდეგ თუ რა იყო მასში ჩადებული და რა იყო ნაწინასწარმეტყველები და კიდე მისტიკა პლუს. და თქვენ გახსოვთ თუ რა მოგიწოდეთ მე თქვენ და საერთოდ რა თემა გავშალე მე იმ ორ ვიდეოში. ვისაც არ აქვს დანახეთ, ძალიან გთხოვთ მომწერეთ პირადში და ჩაგიდეთ. სანამ ახლა ამას ვიტყოდე, კიდე გავიხსენებ 2020 წლის ჩემს პოსტს, რომელსაც ხანდისხან სიტყვიერად მაინც ვიმეორებ და ეს პოსტი იყო ასეთნაირი, რომ ჩვენ 2021-ში ვიწყებთ, 24-ში გადავწყვეტ რაღაც სერიოზულს, 25-ში კიდევ უფრო სხვა ფაზა გაიხსნება და 26-ში ჩვენ ვიქნებით დალაგებული თქო. ზუსტადაც რომ ჩვენ შარშან, ანუ 2024-ში ჩვენ გადავწყვეტეთ დიდი რამ და ეს სწორედ ახლა იმ შეერთებას გავაკეთებ იმ ორი ნაწილი ვიდეოსი, რომელიც სალვადორ დალის ნახატზე იყო, ჩემი ასე ვთქვათ მიმართვა საარჩევნო კიდე და ეს არ ეხებოდა ოცნების გამარჯვებისაკენ მოწოდებას, ეს ჩემმა მეგობრებმა კარგად იციან, თუ ეხლა სხვა მალანი ხარ თითზე როგორ დაიხვევენ ეს გასაგებია, მაგრამ კიდე გავიმეორებ მე ამას, რომ ჩვენ ამ არჩევნებში ვეწინააღმდეგებით ანტიქრისტეს კონკრეტულად და პირისპირ, ანუ ქართველების მოგება უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიღაც პარტიის გამარჯვება. რა თქმა უნდა, ახლა ეს პრაქტიკულად ოცნების წყალზე ასხამდა, ბოდიში წისკულზე ასხამდა წყალს, ხო? მაგრამ სხვა გზა რო არ მქონდა, მაშინ დამატებით კიდე გავაკეთე მე ფილმი, რომელსაც ერქვა აქილევსის ეფექტი. და იქ თლად კიდე გავშალე თემა, ისე რომ მეოთხე, მეხუთე კლასელი ბავშვებსაც კი იქნებოდა გასაგები. რო დამთავრდა არჩევნები, მე ხმამაღლა გითხარით. ქართველებო, გილოცავთ, ვინაიდან ჩვენ ეს კონკრეტული ომი არამთლიანობაში რა თქმა უნდა და მაშინ კიდევ თქვი დავამატე რომ ჯერ კიდევ საბრძოლო წინ არის თქო, მაგრამ აი ამ მოცემულ მომენტში, აი ამ სპექტრში ჩვენ ეს ბრძოლა მოვიგეთ ანტიქრისტესთან. ვაჯობეთ იმას თუ რაც უნდა ანტიქრისტეს რომ საქართველოში გაემეფებინა. ეს იყო პირდაპირ ის, რასაც ერქვა ანტიადამიანური. აი ჩვენ რო ვეძახით ანტიქრისტიანულს, ქრისტემდე ჯერ ადამი იყო, არ დაგვავიწყდეს და ადამიდან მოდის ადამიანის კონფიგურაციაც და ფილოსოფიაც და ყველაფერი, ანუ ანტიადამიანების ჩამოყალიბება საქართველოში. ეს იყო რა? ეს იყო 180 გრადუსით განსხვავებულობა ადამიანსა და ადამიანის ერთად ქორწინება. და ასე შემდეგ მისი მიმდევარი კიდე პუნქტები, რაც ყველაზე გაყვნილი და გახსნილი რამც არის დედამიწაზე. დღეს კი მეგობრებო, უკვე 25 წელია და კიდევ გიხდით ახლა ისეთ რამეს, რომელსაც როგორც ლაივში გითხარით, ჯერ არავის ასეთი რამ არ უთქვამს. თუმცა შეიძლება ფიქრობდეს სადღაც გაყვრით, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობენ და ვერ ციტყვიან ზოგიერთები. მეგობრებო, შევედით ჩვენ ბოლო ფაზაში, ეს არის ბოლო 5 წლეული, ანუ 2030-ის ჩათვლით ვამბობ, ვინაიდან 2028-ში ოცნებასაც აქვს გათვლილი, ეს ოცნების გათვლა არ არის. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გათვლა და არა მარტო ბიძინა ივანიშვილისა, იცოდეთ ჩემო კარგებო. ეს ბიძინა ივანიშვილი არის იმ წრის წარმომადგენელი. გარკვეული სერიოზული ფიგურა. ეს არ არის შევარდნაძე და ეს არ არის მიშიკო სააკაშვილი. მით უმეტეს არც ზვიად გამსახურდია. ზვიად გამსახურდია საერთოდ რო არ იყო მათ, ასე ვთქვათ, სისტემაში მოთამაშე პიროვნება, იმიტომ მოიშორეს სწორედ რომ თავიდან. კარგით. ეხლა რისი თქვა მინდა მე თქვენთვის. აბა მოემზადეთ, მეგობრებო, და ახლა რასაც გეტყვით,
შეიძლება ბევრმა უცებად დასტური თავის თავში მისცეს, ვინაიდან თუ ტვინი რეაქტიულად მოძრაობს, ის მიხდება ამას. ჩემო მეგობრებო, დღეს შემიძლია ხვამაღლა განვაცხადო, რომ ის იმპერია, მსოფლიო იმპერია, რომელსაც ამერიკა ჰქვია, ის დღეს დამარცხდა რუსეთთან ბრძოლაში. მეორე იმპერიასთან. დიახ, ახლა შეიძლება ზოგიერთს სასაცილოდაც არ იყოს. მაგრამ როგორც გითხარით, თუ ვისი ტვინიც უფრო აქტიურად მუშაობს, ის უცებ მიხდება რასაც ვამბობ. მაგრამ თუ ვინმეს რაღაცა წიკები აწუხებს, მაგისთვის ახლა ირონიადაც იქნება, რა თქმა უნდა. და გეუბნებით კიდე მეორედ ხვამაღლა. დღეს ამერიკას აქვს ომი წაგებული რუსეთთან. და კიდე დავამატე. არა მარტო ამერიკას, არა ჩემო. სრულიად მსოფლიოს. ყველამ კარგად ხო ვიცით, ამერიკასთან პლუს 59 სახელმწიფო იყო ჩართული რუსეთის განადგურებაში. ხო ასეა? მე გეუბნებით ფაქტებს. იმისტი, ამისტი, ამისიანი არ გვაინტერესებს, ახლა ძალიან ხალხო. მე გეუბნებით ფაქტებს. ხო იყო ეს ფაქტი, ხო იყო კაც, ხო ვიცით კაც, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, მთელი ევროპიდან იარაღი ეწოდებოდა, ცოცხალი ჯარი, ნაწილი, ყველაფერი, ტყვია-წამალი, ბომბი, თვითმფრინავი, ყველაფერი ხო ეწოდებოდა, პლუს ამერიკიდან. პლუს 59, ანუ ჯამში გამოვიდა 50 ქვეყანა სახელმწიფო ებრძოდა რუსეთს. და ეს იყო პირველი პრეცედენტი მსოფლიოს ისტორიაში. პირველი პრეცედენტი მსოფლიოს ისტორიაში. რატომ იყო ის საფრანგეთი, როცა ებრძოდა, ასე ვთქვათ, რუსეთს ხან ძალიან იქით შორს კიდე არ გადავალებ, ახლა რუსეთს შუტები და ემებზე, მონღოლები და მაგას ამბავზე არ გადავალებ. იმიტომ რომ ისტორია ბევრმა უკვე კიდევაც დაივიწყა და ახლა ჩემს ადამიანებს კი გახსოვთ, მაგრამ ახალგაზრდებმა საერთოდ ისიც არ იცი. და საფრანგეთი რო ებრძოდა, მარტო ერთი სახელმწიფო კი გვეგონა ჩვენ, მაგრამ ფლანასი არ იყო საქმე. იმიტომ რომ საფრანგეთის უკან, ნაპოლეონის უკან იდგა, რა თქმა უნდა, კიდევ ისევ და ისევ ის ანგლო-საქსონები. და იმახსოვრეთ ეს ანგლო-საქსონები, ვინც არ იცის ახლა, ვინ პირველად გაიგონა. შემდეგ ჰიტლერის დროს კიდევ თითქოს მარტო გერმანია ებრძოდა რუსეთს, მაგრამ მაშინ აშკარა იყო, რომ მის უკან იდგა ისე და ისე ეს ანგლო-საქსონური კლანი, მსოფლიო ვამპირების და არა ადამიანების, ასე ვთქვათ, კლანი და პლუს ამერიკა. დიახ, ჩემო მეგობრებო. მე ხალ ზოგმა ვინც არის ცნობილი არ არის ხა მახინაციებში, ხო? მსოფლიო პოლიტიკის, ხო, მაგრამ აფეროკასო ამერიკა ხო რუსებს დაუდგა გვერდში და ერთი ამბავი დაუდგა, კი? იმიტომ რომ სპასაშვილი არ მიცა. სტალინო ტექნიკურად დაიყერა გვერდში. მაგის დეტალებს ახლა მე არ მოყვებით თუ რანაირად და როგორ დაიყოლია. ისის და შემდეგ ის ინგლისი და ასე შემდეგ. მე რატომ ვამბობ ახლა ამას, რომ მაშინ არ ჩანდა ხალხო, მე ფაქტებს გეუბნები. ჩანდა მხოლოდ ერთი სახელმწიფო ნაპოლეონი, ანუ საფრანგეთი ებრძოდა რუსეთს და 40-იან წლებში, ესე იგი, მარტო გერმანია ებრძოდა თითქოს რუსეთს, ხო? მაგრამ დღეს მსოფლიოში არ მოხდა, ისტორიაში არ მოხდა ასეთი რამე, ისტორიაში. არა მარტო რუსეთს კი არა, ნებისმიერი სხვადასხვა ომების დროს არ მოხდა, რომ 50 სახელმწიფოს ებრძოლა ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ. თქვენ წარმოგიდგენთ 50 სახელმწიფოს, ხალხო. პლუს იმხელა გიგანტი, ასე ვთქვათ, ამერიკის ჩართულობით. და ეს ომი ამ მსოფლიოს წააგო. რატომ წააგო და რანაირად და როგორ, მე ამას ყველაფერს დეტალებში მოგიყვებით, ჩემო კარგებო, ეხლა განახეთ, თანაც პრაქტიკულად. ჯერ ერთი რომ რუსეთი რო დაუმარცხებელია, ამაზე მე რამდენჯერ მიყვირია, კი არ მithქვია, უკვე მიყვირია იმ დონეზე მისულა, რომ არ არსებობს მსოფლიოში რაც არ მოხდა ისტორიაში ფაქტი, მაგას ნუ ეცდება თქო, ნუ რავინ უკან დაატრიალოს. ერთხელ თავს დაესხნენ რუსეთს
წააგეს. მეორე თავს დაესხნენ რუსეთს წააგეს. მესამე თავს დაესხნენ რუსეთს წააგეს. მეოთხე ეს უკვე მე-6 ათვაშია. და რატო ფიქრობ თქო რომ ეხა დაამარცხეთ? და რატომღაც გამოდის რომ ეხა მე გამოდივარ რუსეთის დამცველად იმ ყველა იმპერიას. გამიგეთ, მე სოფლიო პოლიტიკის ფაქტებს გილაგებ ხალხო. რა როგორ ხდება? რა როგორ უნდა მოხდეს? მაგრამ შენ თუ არ იცი დღეს ვერ ხარშავ შენს ტვინში თუ რა იყო წარსულში ვერ და რაც გეცოდინება თუ რა მოხდება ხვალ. გესმით? რა შეასა. ეხლა შემოკარგებო იმისათვის რომ მოდი ჯერ სანამ აი ამ ურთიერთობებზე გადავალთ დაპირისპირებებზე ასე ვთქვათ. მანამდე მე მინდა დაგარწმუნოთ ეხლა იმაში რომ ამერიკა მომიწარგო. არ ვამბობ ეხლა მე ევროპაზე პლუს ევროპით ხო? ვამბობ პირდაპირ ევროპაზე ვინაიდან ეს ორი ასე ვთქვათ ორი ძალა არის პრინციპში ამ დედამიწის გამანაწილებელნი. ამისათვის მე შენახული მქონდა კადრი რომელსაც მე ხური მოვკარი მაგ დროს შევინახე იმიტომ რომ როგორც ყოველთვის რაღაცას საინტერესო დავინახავ და მე სადღაც დაგჭირდება ის სწორედაც ის ფაზლი რო გაკლია რაღაც მომავალში აი ის გამახსენდება ვიღებ და ზუსტად სვამ და იქ ჯდება და იკვრება მთლიანი სურათი. ეხლა მე რასაც განახებთ ეს არის ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროინდელი გამოსვლა. ну პატარა სადღაც წუთნახევარ თუ 2 წუთიანია თუ არ ვცდები და რამდენი კიდე გადავთარგმნე. ხა პატარებს ვერები, დიდებს ვერ მოვერები, იმიტომ რომ ამასთან ცალკე თარგმნილი და ცალკე დრო და ერთი ამბავი ჩერდება. და აი ამ ვიდეოთი აშკარად თავისი თვალები და თავისი საკუთარი ყურებით ყველაფერს გაიგონებ თუ როგორ მტკიცდება ის, რასაც მე გითხრობ, რომ ამერიკა დამარცხებულია თქო. და თუ რა დღეშია დღეს ამერიკა. და თუ რას არ გვეუბნებიან ჩვენ. რატომ? იმიტომ რომ მთელი ტელევიზიები ჯერ კიდევ ამერიკის პატარა კორპორაციებია. ეს მე ჯერ კიდევ 2022-ში ხმალი სიმართლისაში განახილეთ. თუ სად რამდენი ტელევიზია, რამდენი მილიონი და მილიარდით, ასე ვთქვათ, ფინანსდებოდა და ვისგან. ყველაფერი დეტალებში განახილეთ. მოდით ახლა ნახოთ ეს პატარა ვიდეო და ერთად მოვისმინოთ ყველაფერი. იძულებული ვარ განვაცხადო, რომ ამერიკაში სუფევს სრული ქაოსი. ჩვენი ეკონომიკა ინგრევა, ინფლაცია კონტროლიდანაა გასული. რუსეთი გაერთიანდა ჩინეთთან. ეს წარმოუდგენელია. საუდის არაბეთი დიადი ხალხია. გაერთიანდა ჩინეთთან, რუსეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან. მათ ერთად შექმნეს სახიფათო და დამანგრეველი კოალიცია. ჩვენი ვალუტა იმსხვრევა და მალე აღარ იქნება მსოფლიო სტანდარტი. რაც ჩვენი უდიდესი მარცხი იქნება ბოლო 200 წლის განმავლობაში. სულ რამდენი წლის უკან ეს წარმოუდგენელი იყო. წარმოუდგენელია რომ ეს მოხდეს, მაგრამ ეს ხდება თქვენს თვალწინ. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ინგრევა. ჩვენ დაკნინებაში მყოფი ერი ვართ. და ეხლა ამ რადიკალურ მემარცხენე შეშლილებს სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით უნდათ რომ ჩაერიონ ჩვენს არჩევანში. ჩვენ არ უნდა დაუშვათ. აჰა გესმით, შემოგარგებ. ეს იყო ის, როდესაც ტრამპმა ამერიკის რეალური სახე გააგონა თუ დაანახა თვით ამერიკელებს, მაგრამ ეს ხომ მსოფლიოს ესმოდა. გავიგონე მეც რა თქმა უნდა, შევინახე, გადავთარგმნე, ამ დღეებში გადავთარგმნე და აგერ მოგართვით ცხელცხელად. ამერიკა ინგრევა, პრაქტიკულად დანგრევლიც არია მისი ეკონომიკა, ინფლაცია არია უმაღლეს დონეზე და დაკნინებაში მყოფი ერი ვართ. დიახ, შემოგარგებო. ეს არის რეალობა. ეს არის რეალობა და ეხლა ამას საერთოდ რატო გიყვებით მე? რატო გიყვებით? იმიტომ რომ არის ხალხი, რომელსაც გასაგებია ხა 30 წელიწადია twins რო ურეცხავდნენ ნატო, ამერიკა, ნატო. და ხალხს ზედამთვარე ამბობს. ისე როგორც სოროსი რო შემოვიდა საქართველოში და მაგის მოსვლამდე კიდე ერთი ამბავი რო იყო, სოროსი არისო მეცენატიო და რო გადარია ხალხი ყველა ერთად.
და მე რო ვეუბნები ისი მეცენატია ბიჭო ეს არის გარეწარი გამიგე დამანგრეველი ვამპირი კაციშვილს არ ჯეროდა რატო იმიტომ რომ ეს მასიური მასმედია ყველანი მაგათი იყო ამერიკელების გამიგე და წინასწარ ფონი გააკეთეს დააზომბილეს ეს ხალხი და მორჩა და სოროსი ეგონათ ღმერთკაცი ისეთი მილიარდელი რომელიც ეს ჩვენ გაჭირებულ ხალხს მოგვიზრდა ხელი და ესე ვანანავებდა და ვიშველიდა და გადაგვარჩენდა და დღეს ზოგიერთი დღეს გებულობს 30 წლის შემდეგ 33 წლის შემდეგ დღეს გებულობს რომ სწორედ რომ მამაძაღლი კი არა ნუ როგორ გითხართ ხა ნუ რაც არის ხო ეხლა განვიხილოთ ბარეგან სიტუაცია მთლიანობაში ეს კითხვა იმ დროს და ის ვერ მოვიდა თუ ვერ იქნა ასე თქვა პრეზიდენტი მეორე არჩევნებში ხო მაგრამ მოვიდა ეხლა რატო არ თქვა როგორ ვფიქრობთ ეხლა რატო არ თქვა საქმეც იმაშია ჩემოკარგებო რომ ვინც ჯერ კიდე ფიქრობს რომ ტრამპი თავისით მოვიდა სოფლიო იმპერატორად ძალიან ცდება რატომ? იმიტომ რომ ყველა პრეზიდენტს მართავს ვიღაცა. თუნდაც ამერიკის პრეზიდენტს. კი ბატონო, კი ბატონო. და იმაზე უფრო მეტი თქვენ წარმოგიდგენთ ახლა ვინ უნდა იყოს ესენი, ხო? მე ესენი ხან გააკვრით, ხან მინიშნებით, ხან პირდაპირ ვიდეოთი კიდე რაღაც განახეთ თავად ვატიკანის ასე ვთქვათ მმართველები და თუ ვის ასე ემსახურებიან ის ძალები, აი იმ ძალებს ემსახურებიან ესენიც. ამიტომ ბაიდენი და ტრამპიც არიან ერთ და იგივე რაღაც ბირთვის დანიშნულები და გამოშვებულები. დღეს ტრამპი ვერა და ვერ იტყოდა ვერანაირად რომ ჩვენ დავმარცხდით და ვერცერთი პრეზიდენტი ამას ვერ იტყოდა. რატომ? იმიტომ რომ თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა სისხლი და ხორცი დაბადებიდანვე ამერიკა ებრძვის ამ რუსეთს. გესმით? ებრძვის და ვერანაირად ვერა და ვერ დაიწრიეს. დაიწრიეს ერთ მომენტში აი ეს იყო გარბაჩოვი და ელცინის დროს პატარა ასე ვთქვათ მონაკვეთში, მაგრამ ეს მონაკვეთი საკმარისი გახდა იმისა, რომ გაეხსნათ რუსეთი, ხო? და მათ სიხარულის საზღვარი არ ჰქონდათ. თავის კანში არეტეულდნენ სიხარულისაგან და სწორედ მაშინ 91 წლის 11 სექტემბერს მამა ბუში, უფროსი ბუშის მეთაურობით გამოცხადდა მაშინ ახალი მსოფლიო წესრიგი და არავინ არ ყავდათ ასე ვთქვათ მტერი, მორჩა. დაამთავრდა უკვე რუსეთს მიღადარჭა მტერი, გესმით? და მოიფიქრეს ახალი. რა ტერორისტებთან საბრძოლოდ და ახალი მსოფლიო წესრიგი და ტერორისტები კი თვითონ გააჩინეს. ხო გახსოვთ მე აი ამაზე კიდე რამდენი დოკუმენტი განახეთ რომ მოგიყევი და აგიხსენით კიდევაც რომ სადგინახიათ ყო ესეთ რაღაცა რომ სულ ტერორისტული აქტები ტერორისტული და ერთი უცებ მოვიდა კორონა და კოვიდი და ტერორისტული აქტები გაჩერდა და დაიწყო მე კოვიდი და კორონა და ჯანდაბა და ოქრობა ხო ყველაფერი ამათი მოფიქრებულია ჩემო ნურცის დაიჯერათ. ბევრმა ვიცი რომ დაიჯერა. რომ ტრამპს ტყვია ესროლეს და ასე ვთქვათ რომ გადარჩა. და ახლა ტრამპი გამოვიდა სადღაც ამ დღეების წინ და თქვა რომ აი ღმერთის მადლობელი ვარო რომ მაშინ ვიწამეო რომ ღმერთი არსებობს რომ ნუ აი რომ გადამარჩინაო რომ თავში არ მოხდა ეს ტყვია. ეს ჩემი ვერსია, ჩემებურად რო ვთქვი, მაშინ ყველა ნუ როგორც ყოველთვის ბანზე ააგდეს, ან ზოგადად ჩაიცინა, გაიღიმა და ასე შემდეგ. ეხლა კიდე მოგიყვებით ჩემო კარგებო. ამას ტრამპს ტყვია რო ესრულეს. ტრამპი არის მსოფლიო ლიდერი, ხო? კი, ჩემო კარგო. და თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ ხელა პიროვნებას თუ ვინმე გადაწყვიტა მისი მოკვლა. ეხლა შეიძლება მართლა ისეთი გიჟია ვიღაცა რომ იმის ჯეროდეს რომ ვიღაც იმ ერთმა პიროვნებამ არ ვიცი ხა მაგის სახელი და გვარი არ მაინტერესებს ახალგაზრდები სადღაც ააზრა იქ და იქიდან ესროლა ტყვია ხო ასე არ ხდება ჩემო კარგებო ასე არ ხდება ეს ხო არ არის ვიღაც ის ბიზნესმენი ან ვიღაც იმ კოლბორნოვის დირექტორი რომ რაღაც ტილისტობი ესროლო იმიდან გამიგე მაღაზიიდან ასე არ ხდება ჩემო კარგებო ეს არის მსოფლიო იმპერია მსოფლიო იმპერია თქვენ წარმოიდგინეთ და მსოფლიო იმპერატორის მოკლა თუ საიმპერატორო კაცის მოკლა რო გინდა ის ხდება უმაღლეს დონეზე და უნდათ ეგ კენდის მოკლა მოკლეს წამში 60-იან წლებში ხო გახსოვთ კი ბატონო
და ამის მოკლას უნდათ მოკლავთ. მაგრამ ეს სპეციალურად გათამაშებული ფანდი იყო. რატომ? ბალანსი ცოტა აიწია. დისბალანსი იყო ცოტა, გამიგეთ? ცოტა ზედმეტი, იმიტომ რომ ამ ბაიდენის ხალხს ცოტა ნამეწანი ჰქონდათ უკვე გადაკაჩული თავის მხარეს ყველაფერი და ამ ბალანსის ასაწევად, ხა მეტყვით, ხა კარგია თუ ცუდია, მაგას იქით-იქით კიდე განვიხილავთ. და თუ როგორ მოხდა ეს, ჩემი ვერსია. ჯერ ერთი და ამ მით უმეტეს კიდე ამ ხელა საიმპერატორო თუ იმპერატორია რა მნიშვნელობა ზედა იგივე წონა არის, როდესაც ესვრიან, მას ესვრიან მაყუჩიანი ვინტოვკას რო ეძახიან, ხო? და არადა ჩვენ ეთერში გვესმოდა ყველაფერი. კაცუნი, აი ამ იმის რა ქვია, ტყვიების. რამოდენიმე გასულა თან. You want to really see something that said, take a look what happened. თან ის იმხელა იდიოტი ყოფილა, რომ თურმე ერთი რო ვერ ესროლა, მე კაცი ხო იდგა კაცო, თავი მოატრიალა თუ რა სკეული ხო იდგა. რამდენი ზესროლა 4 თუ 5 ტყვია არც ერთი არ მოხდა. ხო ხედავ მასების და დაჯერება რა ადვილია, როდესაც მასმედია შენს ხელშია. გესმით? და კიდე მესამე ვარიანტი. ესე იგი, ხო, არა, ჯერ მესამე ვარიანტამდე იმას გეტყვით, რომ ჯერ ერთი რაღაც ასეთი რამ არ არსებობს, რომ ტრამპს რა თქმა უნდა თავისი დაცვა ყავს, ყავდა მაშინ, სერიოზული. და ეს ისე აფობდა კიბი, რა ქვია, ერთი რაღაც გადავიდა მეორე შენობა და დააწვა იქ, არც ზემოდან ხედავდნენ, არც გვერდით დაცვა ხედავდა თურმე, და ისე შეუნება იცით რომ ყავდეს, ისე დაესრულა რამოდენიმეჯერ. მაყუჩის გარეშე. ხო? მე იქნა ასეთი ხმა გავარდა, რომ თურმე მაშინ იქ ფებერმა ეს ყველაფერი იცოდა და გაუშვა, ну გასაგები ახლა მოწინააღმდეგია და ვითომ გაუშვა, მაგრამ ფებერმა თუ გაუშვა, ტრამპის დაცვა რაფერ ჭამა ასეთი რამ. თას როგორ ახლა ისეთი როგორ გითხრათ ახლა ხელის გულზე რო ჩანდა ყველაფერი ისე იყო. ხელის გულზე. ეს სადღაც იქით მაღალ ესე მრავალსართულიანი შენობის რაღაც ჭუჭუტანიდან და რაღაცა როგესოლა კი არა კაცო. ხელის გულზე იყო ყველაფერი. დროინდაც და ახლა არ მითხრათ, ახლა ტრამპის დაცვას დრონი არ ყავდაო. იქ. გესმით? ну აი ეს ზღაპარი. ეს ზღაპარი, რომელსაც ბევრი ზღაპარი დაგვაჯერეს. კორონაში დაგვაჯერეს ხალხო რა. სუნთქვის ეშინოდა და ერთმანეთს რო გაეარათ აი ეს. ამოსუნთქვის და ჩასუნთქვის ეშინოდა. ხო დაგვაჯერეს არა? კი, აი ხა დღესაც არის გრიპები, ხო? მაგრამ არ გონდება ხალხი. არ იხოცება. არ მიდის სამონტყოფოში და არ ხოცავენ სამონტყოფოებში. და სამონტყოფის გარეშე კიდე, მაგრამ სამონტყოფოში მაშინ უფრო მეტად ხოცავდნენ. ხო ასე იყო, უნდა გვაჯერეს. ხო იყო მე სიკვდილიანობა, იმიტომ იყო რომ კლავდნენ შემდეგ. აი მწამლებით რითაც მას აძლევდნენ. უნდა გვაჯერეს. ყველაფერი დაგვაჯერეს. და ახლა მეოთხე. როდესაც ტრამპს ეს როლიც აი თავი რო შემოატრიალა თითქოს. გესმით? და ყურში რომ მოხდა. თან ზედანაწილში, ხო? კი ბატონო. ესე იგი, მე ვთქვი ჩემი ვერსია იმ დროს. ზოგს გაეღიმასავით, ზოგმა არ დაიჯერა და ახლა ზოგმა იფიქრა, ახლა მთლად ახლა ისე არ არის დავით და შენ რო ვფიქრობ და ასე შემდეგ. აი ბატონო. ესე იგი დღეს იმ დონეზე არის ტექნოლოგია განვითარებული, რომ არ დაგავიწყდეს, რომ ტრამპი კეპკით დადიოდა. ყოველთვის, ხო? კეპკის ქვეშ პატარა რაღაც დამონტაჟებული, რომელიც აგერ ყურს უკან მივამაგრებ, პატარა ფისტონებით რო იტყვიან ისე რაღაცას, ხო? და როგორც მე მინდა მაშინ დავაჭერ ამ ღილაკს ხალხს და აგერ გაკაწრავს ამ ყურს. ეხლა არ მითხრათ ეს წარმოუდგენელიაო. დღეს გეუბნებით ახლა, აი დღეს. ეს რატო გააკეთეს? იმიტომ რომ როდესაც შენ ადამიანს სვამ იქ ყველასათვის ასე ვთქვათ, დასანახ ადგილას, ხო? ჭერეთი. მეორეთი და ეს არის გამოუწვრთნელი, ეს არ იყო სნაიპერი. სადღაც როლა იცოდა თვითონ, მაგრამ უმაყუჩოთ რო ესრი ჯერეთი და ხო და თანაც რამოდენიმეჯერ რო ესრი. რა გოთით ხო არისოდა ეს კაცი, ხო? და იმისი ასე ვთქვათ
იმაზე კი არ იყო აქცენტი აღებული, რომ იმას უნდა ესურვა, ვერ მოარტყამთ, ვერც ერთი სნაიპერი. იმიტომ რომ თუ პირდაპირ ასე იქნებოდა და აქედან მოდიოდა ტყვია, ყურში ვერ ყურდა, თავი გაუხვრდა, მაშინ მოკლავდა კაცს. და ეს საბაბი, აი დასაჯერებელი იყო თავი მოვატრიალე და აი იმ დროს ტყვია აქეთ მომხდაო. გამიგეთ? მაგრამ იმისათვის რომ იმას ასე ვერც ასეთ შემთხვევაში ვერ მოარტყამდა, ვერც ერთ სნაიპერი მსოფლიოში არ არსებობს ასეთი. ამიტომ იყო ეს გაკეთებული. ერთი ღილაკი და წკაპ და ეს ყური გაიკაცა და მორჩა. და შექმნეს მითი, რომ აგერ მოდის მსოფლიო მშვენიერი და მშვიდობის მოყარა მტრედი. გამიგეთ? ეხლა პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე რაც ვთქვი, ეს ყველაფერი თქვენი ფიქრეთ ახლა კარგად. და თქვენ თავად დარწმუნდებით, რომ თუ რამხელა კიდევ ტყუილში გვამყოფენ და კიდევ როგორ გვაბითურებენ. და დღეს ზიანეს მასმედი წარმომადგენლები და ვაიმე ნახე რა კარგი წყვილია და ნუ მოკლედ მელანია ტრამპი და ანუ მოკლედ ერთი ამბავი და ეს კარგით ახლა ვისაკეთ ვის უძვრებით ვინ რაში გჭირდება და ხა გამომიშტით აქ რა გვია ლონდონის ინგლისის მეფეს ავით რომ მათი ქება და ისა არც მაგანი ისინი ხომ თვალსასწაულები არიან თუმცა ორივე ერთ და იგივეა გესმით